გამარჯობა, მე ბილი ბითლი ვარ და ეს ამაჩქარებელია. თქვენს გსმენიათ იმ აქტივისტების შესახებ, რომლებიც ამერიკის ქალაქებში Starbucks-იდან iPad-ების საშუალებით Facebook-სა და Twitter-ზე კორპორაციების ბოროტებაზე საუბრობენ. ვიცინოთ თუ ვიტიროთ, ამაზე არ ვიცით. ჩემი აზრით, აქ ვხედავთ თვითკმაყოფილთა მარშს, რომლებიც ქათმის ქანდარაზე დაბრუნებას გავს. ეს ბავშვები გაბრაზებულები არიან, რადგან მათ მიერ აღებული $100,000 სტუდენტური სესხი, რომლითაც უკმაყოფილების ფაკულტეტზე ისწავლეს, არ იქცა 6 ციფრიან ხელფასად, მანქანად, ფერმად და სრულ პრივილეგიად ორგანული მეურნეობის კოლექტივში. მე გულწრფელად წუხარ ამ ხალხის გამო. ისინი ასიმპტოტის ქვემოთ არიან დაბადებულები. თუ კაცობრიობის ისტორიას დავაკვირდებით, ყველა ცივილიზაცია ერთნაირად იშლება. ბარბაროსები კი მოგვიანებით იპყრობენ მათ. ისინი საკუთარი წარმატების გამო მარცხდებიან. კეთილდღეობა მათ აზარმაცებს და უფლებამოსილების შეგრძნებას უჩენთ. ისინი ასიმპტოტის ქვეშ ხდებიან მახაში გაბმულები. აი რას გულისხმობ. ეს არის ექსპონენციალური მრუდი. ასე გამოიყურება მზარდი, ჯანსაღი ცივილიზაცია, სადაც თავდაუზოგავი შრომით ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება და ეს ყოველდღე უფრო სწრაფად ხდება. მაგრამ რაღაც დროის მერე კეთილდღეობის მრუდი ასიმპტოტური ხდება. მრუდი იზრდება, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ნელა. ამ ხალხს არ ესმის თუ რას აპროტესტებენ, მაგრამ მე ხვდები. ისინი აპროტესტებენ ფაქტს, რომ არასოდეს შიოდათ, სციოდათ, ყოველთვის ჰქონდათ ტელევიზორი, კონდიციონერი მანქანაში, სათამაშო კონსოლი, ლეპტოპი, სმარტფონი და არასოდეს მოუწიათ ამ ყველაფრისთვის ხანგრძლივი, მძიმე სამუშაოს შესრულება. ისინი ისეთ წარმატებულ დროს არიან დაბადებულები, რომ კეთილდღეობებს შორის სხვაობა მათთვის ვულგარული და ზიზღის გამომწვევია. ეს ბავშვები ფეხბურთის მოედანზეც ვერ იქნებოდნენ პროდუქტიულები, რადგან გამარჯვებულთან ერთად დამარცხებულიც არსებობს. ამ ძვირფას თოვლის ფანტერებს კი მთელი ცხოვრება ეუბნებოდნენ, თუ რამდენად უნიკალურები არიან და რომ ყველა ყოველთვის ერთად მიდის ფინიშთან. ახლა კი მათ უკვე რეალურ ცხოვრებასთან აქვთ კავშირი, ცხოვრება კი შედეგს აფიქსირებს. ეს ასიმპტოტური დაავადება შესაძლებელია განკურნო, შეაჩერო აღმასვლა და დაცემა. ჯერ არ რომ შესაძლებელია, რადგან მისი ფუნდამენტი არა კორპორაციების და ეკონომიკის შესახებ შეხედულება, არც თუ ის რა დაუჯდათ ამ ახალგაზრდებს განათლება, არამედ ეს არის უმადურობა. უმადურობა და რაღაცის პერსპექტივაში აქმის სრული არ ქონა. აი მე შემიძლია მივცემათ პერსპექტივის განცდა, მაგრამ შიშობ ძალადობა მომიწევს. ეს დაავადება რომ განკურნო, 10-დან 60 წლამდე ყოველი ამერიკელის კალენდრული წლის 1%-ს მოვიხმარდი. წელიწადში 365 დღეა. ამის 1% კი 3.6 დღე გამოდის, რომ გავამარტივოთ 3.5 დღე გამოვიყვანოთ მაგალითად. ამ 3.5 დღის განმავლობაში ყველას ტყეში, ქოხში ვაცხოვრებდი. მე მათ არ დავაძალებდი ხის ჭრას. თუ გინდა რომ 3 დღის განმავლობაში გაიყინო, ეს შენი არჩევანია. ვაიძულებდი წყალი მდინარიდან თავად მოეტანათ და თუ არ გსურს რომ წყალი ადუღო, კი ბატონო, დეზინტერია შენთვის გაკვეთილი იქნება. ყველა შეიძლებოდა მოეყვანა თავისთვის საკვები, მოეპოვებინა ფესვები, შეეგროვებინა კენკრა, ან მჯდარიყო 3.5 დღე, ეწუწუნა და არ ეჭამა. ბევრი ამერიკელის მსგავსად, პატარა ბეწვიანი ცხოველები ჩემთვის სუსტი წერტილია, მაგრამ ვაიძულებდი ხალხს ისინი დაეჭირათ და დაეკლათ, რათა ცოცხლად გადარჩენილიყვნენ. ეს თევზებს და ქათმებსაც ეხებათ. ხედავთ, რეალობა შეიძლება იყოს მახიჯი, საშინელი და სისხლიანი. ამისგან ეს აქტივისტები მთელი ცხოვრება დაცულები იყვნენ, მაგრამ თამაშის დრო დასრულდა. მე ვფიქრობ 3.5 დღე, როდესაც ეს ხალხი იმუშავებდა, აგროვებდა საკვებს და შეშას, მოძდავდა წყალს, ღამე კი iPad-ის, სმარტფონის და Wi-Fi-ის გარეშე იარსებებდა, საკმარისი იქნებოდა, რათა მსგავსმა ხალხმა დააფასოს ფაქტი, რომ არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს მათთვის აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ასეთი 3.5 დღე ყოველ წელს 50 წლის განმავლობაში საკმაოდ მადლიერს გახდიდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც წყალს წმენდნენ და ტუმბავენ, გაწვდიან უსასრულო და იაფთენს, რომ ყოველთვის სითბოში იყო, რომ არიან ადამიანები, რომლებიც დაკლავენ, გაასუფთავებენ, შეფუთავენ და მოგიტანენ საკვებს ისე, რომ შენ არ მოგიწევს არც სისხლის და არც ჭუჭყის ნახვა. ადამიანებს იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ ყველაფერს გაწვდიან, კორპორაციები ეწოდებათ. ისინი საკუთარ თავს და ოჯახებს სწორედ მსგავსი არასასურველი, რთული საქმიანობით ირჩენენ, რომლებსაც შენი მომსახურებისთვის აკეთებენ და გახდებინებენ იმაზე მეც, ვიდრე მისი თვითღირებულებაა. ამ წუთასაც ხალხი ასრულებს მსგავს სამუშაოს არა 3.5 დღეს წელიწადის განმავლობაში, არამედ ყოველდღე. ისინი ფერმერები არიან და მუშაობენ კორპორაციების, როგორიც არის კრაფტი, მწვანე გიგანტი, Monsanto. შენ მადლიერი უნდა იყო მათი. ეს არის ხალხი მექსიკის ყურეში და ჩრდილოეთის ზღვაში, რომლებიც მანქანის ტრანსმისიის ზომის რკინას ეჯაჯგურებიან, გარეთ, ძლიერ ქარში, რათა ნავთობი მოიპოვონ, რომელიც შენი iPad-ის, კონდიციონერის, Xbox-ის, Prius-ის სამუშაო ენერგიას წარმოქმნის. ისინი მუშაობენ კომპანიებისთვის, რომლებსაც ქვიათ Exxon, Shell, BP და მათი მადლობელი უნდა იყო. სულ 3.5 დღე არის, რაც მჭირდება.
აი ამ აქტივისტ ახალგაზრდებს კი სჭირდებათ რომ გაიზარდონ.